გადაგიტანია ოდესმე შენი ნახატი 5 მეტრიან კედელზე? მე კი. ნიკო მაღლევის ღია კონკურსის ფარგლებში სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში ჩემი ჩანახატი გუზარმაზარ კედელზე გადავიტანე და მინდა მოგიყვეთ ამ პროცესის შესახებ. მაგალითად, საწყისი მოსამზადებელი ეტაპისთვის მე და კონკურსის თანამონაწილეებმა ჯერ დავიწყეთ ვორქშოპებით. კურატორ სოფო კოლხიდაშვილთან ერთად და ვიმუშავეთ ჩანახატის არქიტექტურასთან მორგებასა და ესკიზის დახვეწაზე. უშუალოდ კედლის მოხატვის პროცესის პირველივე დღე დავიწყეთ მაღლევის ბიბლიოთეკის საარდაფში, სადაც წინა მონაწილეებისგან დარჩენილი სამხატვრო მასალები ინახებოდა და ჩვენს ავირჩიეთ სასურველის აღებავები. ამის შემდეგ დაიწყო ის ეტაპი, რომელიც ბევრს უყვირს, წინა წლის ნამუშევრის თეთრად გადაფარვა. ეს ყოველწლიური პროცესია. ვინაიდან ხელმეორედ ვღებულობ მონაწილეობას ნიკო მაღლევის კონკურსში, ჩემი წინა წლის ნამუშევარი ჩაბარდა წარსულს და განახლდა ახალი ნახატით, რომელიც პაბლომ შეასრულა. ჩემი ნახატი კედელზე გადავიტანე პაბლოს მასწავლი ტექნიკით, რომელსაც კატის მიმოფანტული ბეწვები ეწოდება. დეტალებს არ ჩავუღრმავდები და კი, ამას 2 დღე მოვანდომე. შემდეგ უკვე ფერებზე გადავედი. ჯერ ფონზე ვიმუშავე, კედელზე ფერები ყოველთვის ნაკლებად მკვეთრია, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე ჩემი ორიგინალი ნამუშევრისთვის მიმომსგავსებინა. მომდევნო დღეები დეტალებს დავუთმე და ბოლოს line arts, კონტურებზე მუშაობას. თუ გაინტერესებს მეტი ასეთ მხატვრული თავგადასავალი, გამომყევი Instagram-ზე და YouTube-ზე. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.